ზობის პარასკევს იმათ შესახებ, რომელნიც ცხოვრებას გაჭირვებასა და შევიწროებაში გალევენ, შეუჭირვებელი და გამოუთქმელი მოსონებით განისვენებენ. ძმანო და მამანო, ყველა ადამიანისთვის სიტყვისა თუ საქმის დაწყება გაჭირვებითა და მწუხარებით ხდება, ხოლო მოღვაწეობის დასასრულს სიხარული და მხიარულება მოსდევს, რადგან მშრომელი ცრემლით თესავს, მგალობელის სიტყვის სამეფრ, ხოლო სიხარულით მოიმკის. მხედარი საბრძოლველად დარდითა და მწუხარებით მიდის, ხოლო ბრუნდება რა მხიარული ხდება. აგრეთვე ჩვენს, რომელნიც მარხვის დასასრულს მივუახლოვდით, მოღვაწეობის თავდაპირველ შევიწროებას აღარ ვიხსენებთ, არამედ გახარებულნი ვართ და ქრისტე მეუფეს ვადიდებთ. ამიერიდანაც თქვენი ცხოვრება კეთილი სიცოცხლით წარიმართოს, რადგან გიმოწმებთ, რომ ეს მარხვის პერიოდი კარგად გალიეთ და ღმერთისთვის სათნოდ გაატარეთ. ესე იგი, უშფოთველად, ბრძოლის გარეშე, მორჩილებით, სინანულითა და თითოეულმა თავის მსახურებაში ღირსეულად და უნაკლოდ იმსახუროს. მადლობა ყოვლად ძლიერ ღმერთს, რომელმაც ჩვენ ამ სისრულესთან მისაახლებლად გაგვაძლიერა. ასე რომ, იგივე მაგალითი მივიღოთ ძმებო, ამ ცხოვრების დასასრულის შესახებაც, როცა თითოეული საკუთარი საქმეებისგან განვისვენებთ, როცა ჩვენი სიცოცხლე ქრისტე გამოცხადდება, როგორც დაწერილია, რაჟამს იგი მისცეს სუფევაი ღმერთსა და მამასა, რაჟამს განქარვნეს ყოველნი მთავრობანი და ყოველნი ხელმწიფებანი და ძალნი, რადგან წმინდანები სათნოებათა გამოახსრულებულ გაჭირვებას და შრომას არც მაშინ გაიხსენებენ, არამედ შეუჭირვებელი და გამოუთქმელი სიხარულით მარადიულად გაიხარებენ. ხოლო რჯულამდე და რჯულისას გამოჩენილი აბრაამისა და მოსეს მსგავსნი ყოვლად ქებული მამები და წინასწარმეტყველები ვინ არიან, ხოლო ამ ახალ მადლში ნეტარი მოციქულები, გამარჯვებით შემოსილი მოწამეები და ყველა წმინდანთა კრებული, მათთან ერთად და მათი ადრე დიდი წინამორბედი, ვისი მიმსგავსების ღირსნის ნეტარი მოღვაწეები და მამები გახდნენ, რომელმაც საკუთარი ხორცი მოღვაწეობით გალიეს, რომელთა მონობისა და მოწაფეობის ღირსნი გახვდით ჩვენ უღირსებიც. ხოლო კეთილ მოძღვრებს შეეფერებათ, რათა მოწაფეებიც კეთილები ჰყავდეთ, რათა ხენაყოფის განიცნობოდეს. ამიტომ გლოცავთ და გევედრებით, ჩვენც იგივე წესსა და მაცავე კვალზე ვიაროთ, რომელზეც ჩვენი მამები დადიოდნენ და მოღვაწეობას ნურაფერს დავაგლებთ. ან და ამ წინ დადებულ აღსარებას, რათა იგივე დიდებისა და გვირგვინების ღირსი გახვდეთ, რომლის ღირსნიც ისინი გახდნენ. რადგან აი უკვე მარხვა სრულდება და ამ პერიოდმა კეთილი გვირგვინი დაადგა, ესე იგი მაცხოვრის გამოცოცხლებელი ვნებების ხსოვნა, რომელთა მიერაც გამოუთქმელი ნუგეშიცემა გვეძლება. რადგან თუ კი უფალი და ღმერთი ჩვენი ცოდვების გამო შეიპყრეს, განადიდია თუ კი ჩვენც ეს გამოუსადეგარი მონები მის გამო შეპრობილნი ვიქნებით. თუ კი თვითონ იგი ჩვენს გამო შებოჯეს, შეკრული მიიყვანეს და დააპატიმრეს, განა უცხო იქნება თუ კი ჩვენც მეუფის მსგავსად ვეგვევნება. განა უფრო შემაწუხებელი არაა, თუ ამგვარი დიდების ღირსნი არ გავხდებით. ამიტომ თუ კი გვემა გვეღირსება, ვიტვირთოთ, თუ სილის გარწყმა მოხდება, ავიტანოთ, თუ შენერწყვა განგვეკუთვნება, მივიღოთ ფურთხი, დასასრულს კი თუ სიკვდილი იქნება საჭირო, ეს ყოვლად ქებული სიკვდილიც ვიტვირთოთ. ნეტარია ვინც რაიმე სახით ქრისტეს ვნებებთან ზიარების ღირსი გახდება, რადგან ესაა ნეტარება, რადგან ესაა უკვდავება და სამგზის სანატრელი დიდება. არ გესმით მოციქული რას გადაგებს, ამირიდან შრომასა ნურავინ შემამთხვენმე, რამე თუ მე ვნებანი უფრისა ჩვენისა იესო ქრისტესნი, ხორცთა შინა ჩემთა მიდვირთვან. თითქოს ამბობდა, ნურავინ შეურაცხყოფთ მე, რადგან ყოველთა მეუფის ქრისტეს მშვენიერებანი ჩემს ხორცში მიდვირთავს. ასეთი იყო წმინდა ეგნატე, რომელმაც საკუთარ თავს ღმერთშემოსილი უწოდა, რადგან უფლის ვნებები ჰქონდა ნადვირთი. ასეთი იყო წმინდა ევსტრადი, რომელიც იგივე ტანჯვაში ამბობდა, ახლა ვიცი რომ ცოცხალია ჩემში ქრისტე, რადგან ღმერთის ტაძარი ვარ მე. ჰოი ეს ნეტარი ხმები, ჰოი ეს სამგზის სანატრელი სულები, რომელთა ხსენებას აღვასრულებთ ახლა. ვის შობაც დღეს ასწავლოთ, სამღვდელო ტაძრებს ვისთვის აღმართავთ, თაყვას ვის ნაწილებს ვცემთ, არა მოწამეებისას, არა აღმსარებლებისას, არა მამებისას. და ეს ხადია, რადგან გახდნენ რა აქ ასეთი დიდების ღირსნი, მომავალ საუკუნეში რაოდენი და როგორი ბრწყინვალებით გაიხარებენ, სიტყვით გამოუთქმელი და გონებით შეუცნობელია. კარგი და სანატრელი ვაჭრობა და სამგზის სანატრელი გადაცვლა ესაა, რადგან მცირე შრომის და ცოტაოდენი ღვაწლის ნაცვლად მარადიული და დაუსრულებელი სიკეთეები შეიძინება. ჩვენც მათ დავემსგავსოთ ძმებო, ჩვენი სისხლი მათსას შევურიოთ, სურვილი სურვილს, გულმოდგინება გულმოდგინებას, რადგან არც ბუნება შეცვლილა და არც ის ვინც ამბობს, იხილეთ რამე თუ მე ვარ და არა ვიცვლები. ყველა თანაბრად უყვარს, ყველას გამო მოკვდა, ყველასთვის მოუკლებელ სიხარულად არის წინ დადებული. ყველას ცხონებას სურს და მისი სიმდიდრე ესაა, როგორც ამბობს. დიდარ არს იგი ყოველთათვის, რომელნი ხადიან მას ჭეშმარიტებით. ჩვენს ყველაფერში ვუხმოთ მას, რათა ჩვენ სულებს ძალა და სიმტკიცე მიანიჭოს, მისი გვეიმედებოდეს და ჩვენს ხილულსა და უხილავ მტრებს ის შეურაცხყოფს.
მას დავუთმოთ და მკვრივთით აღდგომისა და მისი დიდებით მოსვლის დღეს ის ჩვენ გვირგვინოსნებს გავხდის, რომელთან დაუსჯელად მიახლების, მისი საყდრის წინაშე უდანაშაულოდ წარდგომისა და კეთილი პასუხისგების ღირსნից გამხდარიყავით. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, რომლისაც არის დიდება და სიმტკიცე, თანამამით და სულით წმინდითურთ, ას და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.